მაშასე მოგესალმებით ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო, შეშლილი სამყაროს დაპირებული გაგრძელებით, რამე თუ თავადმა ლორდ კიპანიძემ იმთავითვე თქვა პირობა რომ მე აუცილებლად ვეცდებიო რომ გაგრძელება იყოსო და მე როგორც გლეხმა თავისთავად ცხადია მორჩილება გამოხატე და დავეთანხმე რომ გაგრძელება იქნება. აი ეს გაგრძელება. წინდა ჩვენ გადაცემაში შეშლილი სამყაროს 4 მარტოსულ გენიოსზე უამბეთ ჩვენს მაყურებელს. ადამიანი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, იმდენად დიდია, რომ შეიძლება მთელი დღე მოანდომო და მაინც ვერ თქვა საკმარისი. ამიტომ გადავწყვიტეთ ძვირფასო ტელემაყურებლები, რომ მის მიერ შექმნილი სამყაროს მხოლოდ რამოდენიმე კუნჭული მოგვენახულებინა და ჩვენს დიდებულ სტუმართან ერთად და მისი ხელმძღვანელობით გაგვეკვირია გზა ამ იდუმალ, ასე ვთქვათ, ლაბირინთებში. იდუმალ შეშლილ სამყაროში. ხო, შეშლილ სამყაროში, ხო. 1959 წლის 17 მარტს სარკმელს გააღებს ამღვრეული გალაქტიონი და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება. 3 წლით ადრე ერთ-ერთ თავის უსახელო ლექსში აი ასეთ სტრიქონებს დაწერს. მიდიხარ შენ ბედს ბევრი ინატრებს მშვენიერს, ბედი სხვა არსად არის. შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი. მაშასე უკვდავების ბინადარი შეშლილ სამყაროში. მაშასე ძვირფასო აბრეშუმის ტელემაყურებელო, წარმოგიდგენთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, დოკუმენტალისტი, ჩემო ბატონო, ლიტერატურათმცოდნე და ქალბატონი ნინო ხოფერია, რომელსაც ჩვენ მოგესალმებით და დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენი დღევანდელი შეშლილი სამყაროს ეს კონკრეტული გადაცემა ეძღვნება ძალიან დაღვინებულ, დალაგებულ ქართველ პოეტს, რომელსაც სხვათა შორის დედამისი ადეიშვილის ქალბატონი იყო მაკინე, მთელი ცხოვრება დედასთვის გალაქტიონი იყო გატუნი. ანუ გატუნია, რაღაცა მოფერებითი ფორმა ამსახელს და ეს გატუნია რო ჩადიოდა ჭვიშში, ზოგჯერ ასეთი სახით ისეთ სახით ერთხელაც უკვე 27-35 წლის იყო დედამ შეაღო კარები საწოლ ოთახში და ხედავს რომ ფანჯარაა ღია გატუნიას და მზის სხივები რომელიც ჭარბად შემოდიოდა ოთახში ამ მზის სხივებს კოცნიდა. აი ჩემთვის პირადად როგორც უბრალო მოგტავისთვის ხო ეს უკვე რაღაცნაირად გასაღებია ამ ადამიანის რაღაცა ხასიათის, რაღაცა თვისების დასახასიათებლად. ესე იგი 1914 წელს ქუთაისის თეატრში გამართულ სალიტერატურო საღამოზე მას თვით აკაკი წერეთელი აუბრძანებია და პირადად მისთვის უთქვამს თურმე რომ საოცარი როცა თქვენ კითხულობთ ლექსს მე მეგონა რომ ღეროდითო და საჯაროდ მე უთქვამს რომ დიდი გაქანების პოეტური მონაცემები აქვს უსათოოდ დიდი მომავალი ექნებაო. რა ბუნებრივია რომ არ შემცდარა რა ჩვენი მგოსანი. აი მაინც რატომ ითვლება თქვენი აზრით დღემდე აი მიუწვდომელ სიმაღლედ გალაქტიონი და რით იყო ის განსხვავებული გნებავთ აღმატებული სხვებზე? ახლა ეს გალაქტიონი და აკაკი შემთხვევით არ ახსენეთ თქვენ. გალაქტიონს აკაკისადმი მიძღვნილი რამოდენიმე ლექსი გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი, ჩუმად დაღლილი სანთლებით მოდის პოეტის ლანდი, მაღალი ლანდი და აი ის რაც თქვენ იკითხეთ, რატომ არის ასეთი აღმატებული
გალაქტიონი და მისი სახელი რატომ იწვევს ამ სიმაღლის განცდას, აი როგორც თვითონ ქონდა მგოსნისადმი დამოკიდებულება, გამოჩნდა პოეტის მაღალი ლანდი. ესე იგი, ეს ასე აღიქვამდა ნამდვილ პოეტს. ესე იგი, აკაკისადმი მიძღვნილი ლექსი არის განზოგადება, აი როგორი უნდა იყოს პოეტი, ოდნავ მიუწვდომელი, რაღაცა განსაკუთრებული სიმაღლის მატარებელი და ეს სიმაღლე ხოდაშორის მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლიდან დაეშვა და ასე დაასრულა თავის ცოცხლე, მას ჰქონდა ბოლომდე, დღემდე და მე მაგალითად უწოდებდი მიუწვდომელ სიმაღლეს. იმიტომ რომ ბევრი ძალიან კარგი პოეტია, ძალიან დიდი პოეტებიც არსებობენ, მაგრამ გალაქტიონის სიმაღლე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისი გავლენის ქვეშ იყო და დღემდე გალაქტიონს ვერ აცდება ვერავინ, ეს სიმაღლე არის მიუწვდომელი. ხო. რარი კარგია სამშობლო, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა. და ისეთი გალაქტიონი. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ 4-ეულისა საკუთარი თავის გარდა თითქოს არავის არ აღიარებს. აი დანარჩენების მიმართ ხან ირონიული, ხან ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა. დიდ აიხსნება ეს. ახლა გალაქტიონი რომ ბოლომდე გაიგო, აუცილებლად მისი უბისწინაკები უნდა წაიკითხო და აი ეს მაგალითად მწერალთა კავშირი. ხოლო იქ წერს რომ მწერალთა კავშირი წესით უნდა ნიშნავდეს მწვერვალთა კავშირს. ეს არ არის. ამიტომ აქ არის გადამწერელთა კავშირი, გადმომწერელთა, მიმომწერელთა კავშირი, ბოლოს ამთავრებს წერთა კავშირი ეს. ასე, მაგრამ აი ესეთი ახლა მე მახსოვს ბატონი სერგო კუდეაშვილი იგონებდა და ჩვენ მისი ბოლო წლებში რაღაცა ძალიან მეგობრობდით და სხვადასხვა პოეტებზე მიყვებოდა და აი გალაქტიონი წარმოიდგინეთ, რომ მიდის მწერალთა კავშირში, რომელსაც უკვე ასეთ ირონიულად იხსენიებს და აღებს კარს და კრება არის და სერიოზული კრება მიმდინარეობს. კრება გაქვთ ხომ პოეტებს, იცინით და უხურავს კარს. დიახ. დეტალია მაგრამ როგორც მახსოვს, შემის კრება გაქვთ პოეტებს, ძამიკო. ძამიკო აუცილებლად. იყო რაღაცა ირონიული, ასეთი ბოლო თქმა. კი ბატონო, მაგრამ რა შეეხება მიღება არ მიღებას ამა თუ იმ პოეტის. კი, რა თქმა უნდა, თვლიდა რომ თვითონ არის, მაგრამ სხვათა შორის ძალიან ანგარიშს უწევდა ტერენტი გრანელს. დიახ. ტერენტი გრანელი, ასევე ტერენტი გრანელი მე და გალაქტიონი. ახლა ტერენტი გრანელს სხვა ლაბორატორია აქვს, ახლა მისი არქივში თუ ჩავიხედავთ გალაქტიონის განსხვავებით, აი პირდაპირ წერს, არავინ გადახაზულის კი არ აქვს ტრიქონები, ხო? საინტერესოა, აი ხო. გალაქტიონი რომ მუშაობს 16 ვარიანტი აქვს მერის და სხვა შორის გალაქტიონს ახლა ერთ-ერთი იგონეს ქელბაქიანი იყო ერთი ლიტერატორი და ის იგონეს, როდესაც გალაქტიონს აი რაღაცნაირად თითქოს მუზა ხალატობდა და რაღაცის მიღწევა უნდოდა და ვერ აღწევდა, ამბობდა რომ წამიყვანეთ ტერენტისთან. რა საინტერესოა. და ტერენტის ნახვა კიდევ არ იყო იოლი, იმიტომ რომ ხან სად უღამდებოდა, იქ უთენდებოდა და გარდა ამისა, აი არ არსებობს სახლი, რომ იქ იყოს მემორიალური დაფა გაკრული, რომ აი აქ ცხოვრობდა ტერენტი გრანელი. არ ქონდა ამ ადამიანს. წარმოიდგინეთ რა რთული მოსაძებნი იყოს და მოკლედ მაინც იარა გალაქტიონმა ამ ქელბაქიანთან ერთად და მიაგნეს. ამ დროს ტერენტი ზის ვიღაცის ბინაში ძალიან ცუდ ხასიათზე და ძალიან გაბრაზებულია გალაქტიონზე. რატომ? იმიტომ რომ რომელიღაც პოეზიის საღამოზე ვიღაცას უთქვამს, რომ ტერენტი გრანელი არის გალაქტიონის უნიჭო მიმბაძველი. არა, გალაქტიონმა ამის შესახებ არაფერი არ იცის და თანაც ის იმ მოხსენებაზე კი არ არის გაბრაზებული, რაღაცნაირად გალაქტიონზეა გაბრაზებული, ხო? და შედის და თავს წამოწევს ტერენტი და გალაქტიონ, შენ თუ გონია, რომ შენ მოხვედი დიდი პოეტი, პატარა პოეტთან ძალიან ცდები.
ეს მე ვარ დიდი პოეტი. რა შეიძლება უპასუხოს გალაქტიონ? გალაქტიონ ხო ესეთი ერთმნიშვნელოვანი არ არის, რომ უთხრას, არა მე ვარ და შენ ან ორივე ვარ და კარგი ძამიკო, კარგი, შენ იყავი დიდი პოეტი. თუ გსურთ თანამედროვეებმა თქვენი სიდიადე აღიარონ, ეცადეთ დიდად არ აღემატებოდეთ მათ. ამბროს პირსი, ამერიკელი მწერალი. გალაქტიონის უბის წიგნაკიდან. აფრები აშვებულია, ხომალდი მიცურავს. რამდენ ძალას ვხსნობ, რამდენ ნიჭს, რამდენ ღირსებას ჩემში, არტისტულს, მშვენიერს, უსათუოდ მშვენიერს, მე გავიმარჯვებ. ჩემი დიდება აუცილებელია. ჩემი შუქმოსილი ბრწყინვალება დააბნელებს ირგვლივ ყველაფერს. ეს აუცილებელი მოვლენა და დღე იქნება მალე, ძალიან მალე. კომუნისტები სხვათაშორის იყვნენ ძალიან ვერაგი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები და ორგანიზაციულად ძალიან ვერაგულად მუშაობდნენ. აი, როგორც კი ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ, ოლღა პირველ დაჭერაში ის დააპატიმრეს, იმ წუთშივე გალაქტიონს რაღაცა ტიპის, ვთქვათ, მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღნიშნა და მწერალთა კავშირის შეყვანა, თხოვნა, რომ მომბრძანდი და ასე. რატო ამბობ, რომ ეს ყველაფერი არის ინდულიგენციის რაღაცა ფორმები, კომუნისტების მოფიქრებული, ანუ მანამდე სჯიან ადამიანს საკმაოდ მწარედ, მერე თუ არ დავივიწყებთ, ოლღა მეორეჯერ არის კიდე უკვე დაპატიმრებული და ორიოლის მხარეში დახვრეტილი. თუმცა მე არ ვიცოდი, რომ მას ეს ტენდენცია სუიციდალური, რაღაც თვითმკვლელობის ტენდენცია ქონდა. ბოლოში კი არ ქონდა, მაგრამ სულ ქონდა. მისი თვითმკვლელობის პირველ და უკანასკნელ ტრაგედიით დასრულებულ მცდელობას შორის მანძილი ნახევარი საუკუნეა. სემინარიის პირველ კლასში იყო გალაქტიონი პირველად რომ თვითმკვლელობას სცადა კარბოლის მჟავით. ხშირად წერდა სუიციდზე. ხან თვლიდა რომ ადრე იყო, ხანაც გვიანი. დღეს უნდა გადავარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ. იდეა სიკვდილის, რომელიც განადგურებას ნიშნავს, ჩემთვის ტკბილიაო. მოვიკლავდი თავს, მაგრამ ამით ჩემო სამშობლო არ მინდა მძიმე მოგაყენო შეურაცხყოფაო. თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს, მე მოკვდები როგორც პოეტ შეშვენისო. ჯამში 15 ჯერ გადაურჩაო სიკვდილს. წერს პოეტი ვახტანგ ჩავახაძე წიგნში უცნობი. მის სიცოცხლეშივე მომზადებული უკანასკნელი რჩეული თხზულებების კრებულის რედაქტორი და ცნობილი ქართველი პოეტი ვახტანგ ჩავახაძე თავის ნამდვილად გენიალურ წიგნში უცნობი აი მსგავს რამეს წერს. ცნობილი აფორიზმი გენიოსი იგია, ვინც ყველაზე ადრე იწყებს წუხილს. რაზე წუხდა, რაზე დაიწყო წუხილი მან თქვენი აზრით სხვებზე ადრე? პირველ რიგში წუხვარ ერთადერთი ვარო. პირის თავარი წუხილია, მე მგონი გენიოსის თავარი წუხილია და მერე იწყება ყველანაირი სხვა წუხილი. 24 წელში თუ არ ვწდები, როცა დაიჭირეს გალაქტიონი, დაიჭირეს იმ ლექსის გამო, რომელიც მან მიუძღვნა იმ საშინელ რაღაცა, მოგონებები, დღეების, როცა იელა. კი ბატონო. აბდა ასე შემდეგ. რომ გამოვიდა, აი დინოს ეს ზუსტი მინიშნება, სად მენიშნა კიდე, რომ გამოვიდა ციხიდან, ხმა ქონა შეცვლილი, შეიცვალა. ანუ მაღალ რეგისტრში დაიწყო ლაპარაკი, რაღაცა, არ ვიცი, ნუ აი ნიღაბი მოირგო. ხო, აი ეს აი ზუსტად აი ამ ნიღაბს აი საინტერესო თემა წამოვიწყეთ ახლა. ცნობილია რომ დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს ის იყო საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის პირადი მდივანი. კი. და ამასთან ერთად ის რედაქტორობდა ეროვნული გვარდიის მაშინდელ ბეჭდურ ორგანოს, რომლის უკანასკნელ ნომერში 1921 წლის 20 თებერვალია, მე მგონი, როცა თბილისისთვის ბრძოლები არის,
ის ამ გაზეთში ბეჭდავს თავის ლექსს და ამ ლექსის დაწყვეტს ვიტყვი ახლა გვარდიაზე, ხო? თითქოს კარი დარაზოდეს სულ ტფილისის მიგნება. არასოდეს ის სხვისი არ იქნება. და 5 დღის შემდეგ, როდესაც უკვე თბილისი დაეცა, ის დაწერს მუსიკა, ცრემლი, საქართველოს ზრუნვის საგანი. თითქოს ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს. არასოდეს არ ვინ მოვა იმათთაგანი, არ გაიღიმებს საქართველოს მზე არასოდეს. რამდენად გულმა ვიწყი და მობიერი აღმოჩნდა მის მიმართ საბჭოთა რეჟიმი ამის შემდეგ. იცით რა, მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ რომ გალაქტიონს აი რამესი ეშინო და აი თუნდაც როდესაც დააპატიმრეს მისი მეუღლე, ამ დროს რა ხდება? ყველამ ვიცით რომ ვარს ამბობს დედა შვილზე, ქმარი ცოლზე და აი არსებობს რუსულად დაწერილი წერილი, რომელიც მან ჩეკაში нет, моя жена Оля Куджава никогда не была троцкистка. აი ამას ასაბუთებს და ეწინააღმდეგება ჩეკას. ეს არ იყო შიშარაკაცი, არა. და აი როდესაც რევოლუცію ჯერ არ ნახულ, ჯერ არ გაგოდილს. ახლა ზოგი ამბობს, რომ ეს პოზა იყო, თავის გადარჩენის საშუალება იყო, რაღაცა, მაგრამ აი ასეც ხო შეიძლება დავინახოთ, რომ აი რაღაც რევოლუციური მუხტი. მაშინ რაღაცას პოეტს რაღაცნაირად აძლევდა რაღაც აღმაფრენას. ხომ შეიძლება აქედან რაღაც კარგი გამოსულიყო, ხო ისეთი ვიღაცები შეცდნენ თუნდაც ჰიტლერს იმდენმა ცნობილმა და გენიოსმა დაუჭირა მხარი, რომ აი ეს იყო თორემ მე თანდათან ყველაფერს ხდება ის ნაწყვეტი პოემიდან, რომლის გამოც დააპატიმრეს გალაქტიონი. გამარჯვებულნი სასტიკი ხელით აღსჯობენ ტყვეებს, ჰკაფავენ, ხრეტენ, ხალხის სახელით უსპობენ დღეებს. რბის ორი ძაღლი, მათ ისტორია ვერ დააფეთებს, პირიდან გლეჯენ ერთი მეორეს, ხორცის ნაფლეთებს. და მთელი კვირა, სადგურის იქით მატარებელი იდგა. შიგ მკვდრები ეყარა, რიგით, უფარებელი. მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა 1924 წელი. ისიც ცნობილია, რომ გასაბჭოების პირველივე ფაქტობრივად თვეებში მან გაანადგურა თავის არქივი და ამაზე წერს კიდევაც, რომ დავკარგე ყველაფერი, რაც მიწერია ბავშვობიდანვე. განვიცდი ამის გამო დიდ მარტოობას გალაქტიონ ტაბიძე აღარ არის გაუმარჯოს გალაქტიონ ტაბიძეს. და მიუხედავად ამისა და ეს ვახსენე ჩვენ, რომ 1924 წლის იმ ანტისაბჭოთა აჯანყებას გამოეხმაურა თავის პოემაში მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა რა. და ამის გამო დაიჭირეს კიდეც და ეს ნაწარმოები აიგზალა, ხო? ხო და არის კიდე მის ლექსებში მსგავსი პასაჟები გარდა ამ პოემისა, ხო, რომ აი თქვა არის ხალხი, რკინიგზები, არის ავტო, მოტო, ველო. მაგრამ არის ოჯახები. არის ოჯახებიც, მაგრამ ეს არ არის საქართველო, ხო? დადგება დრო, უფროსი ძმა უმცროს ვეღარ უბატონებს. წამდეთ ყველას საქართველო კვლავ თავის თავს უპატრონებს. აი აქედან გამომდინარე შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ის იყო თქვათ რეჟიმთან მებრძოლი ხელოვანი, ან თქვათ დისიდენტი პოეტი. დისიდენტი პოეტი არის იმ რანგის პოეტისთვის, აი ამ სოფლიო მნიშვნელობის და პლანეტარული მნიშვნელობის პოეტისთვის არც თუ ისე შესაფერისი ეპითეტი. დისიდენტი პოეტი, დისიდენტი პოეტები გვახსოვთ ჩვენ. კი ბატონო და ისე როგორც დისიდენტური ლიტერატურა, რომელიც მანდა მაინც ვერ გაუძლო. ხატრული დებულებებით ვერ გამოირჩევა. ხო, იმიტომ რომ აი ხა თავის დროზე იგივე სოლჟენიცინის ხო როგორი იგავი უწვდომელი წიგნები იყო, მაგრამ აი ლიტერატურაზე როცა არის ლაპარაკი და ამ მაღალი ლიტერატურის კუთხიდან რომ შევხედოთ ვერ გაუძლო დროს იმათ ხო დისიდენტურმა ნებისმიერმა დისიდენტურმა ნაღვაწმა და
galaktioni უფრო მაღალი რანგი, იმაში დისიდენტიზმიც არის, იმიტომ რომ ის იყოს ისედაც სხვანაირად მოაზროვნე. ნონკონფორმისტი იყო ისედაც. ხო, ისედაც სხვანაირად მოაზროვნე. მხოლოდ გაგების და ზუსტი აღქმის ინტენსივობა უნდა ჩაერიოს იქ, რომ აი ეშინოდა, არ ეშინოდა, იქ რატომ დაწერა აი მაგალითად რევოლუციაზე ლექსი, რაღაც აი ამ რაღაცებს რო ჩამოვიშორებთ, უფრო სწორად დავინახავთ. ალბათ. ხო, იმიტომ რომ თვითონ აზროვნებს სულ სხვა მასშტაბით. რუსთაველი მახსოვს ბავშვიო ამბობს. ხო და ახლა ჩვენ რომლებმაც არ ვიცით არც რუსთაველის ნამდვილი სახელი და გვარი, არც ის ვიცით საიდანაა, საერთოდ ვინ არის. მას ბავშვი ახსოვს. ისე როგორც აი, ისე ვიგონები ვერლენს, როგორც დაღუპულ მამასო, აი სხვა დამოკიდებულება არის სახელებთან საჭირო, როცა აი ამ რანგის პოეტის შეფასებაზე მიდგება, იმიტომ რაღაც არ ჯდება რაღაც ნორმებში. თქვენ რო ხმა ახსენეთ ის ჩაიწერა აჭარის რადიომ. აი როცა ჩავდიოდი ბათუმში ის ისევ ძველ ადგილას არის ეს აჭარის რადიო და იქ რაღაცა ესე მოგზალებით გავივლიდი მინდოდა მე თქვა რომ აი შევსულიყავი მადლობა რაღაც ხო ესე თამამიც არ ვარ ახლა ესე ხალხში შევიდეთ რა მაგრამ ნუ ვიღაცა მე აღმოჩნდა ვიღაცა ნაცნობი და აი ეს განსაკუთრებით გავიცანი კიდე დაუახლოვდი და მითხრა რომ აი მოდიო galaktionis აი სუფთა ჩანაწერები რაც არისო იმასო მე არაფერს არ ველოდი ისეც რომ რამე განსაკუთრებულს და აი ეს მომცა 20 წუთია galaktionis სხვადასხვა ჩანაწერები ის რაც ვიცით და უცბად უსმენ რომ რაც არ ვიცით რამდენი წელი გავდა ეს არის 2 წლის უკანდელ ამბავს გეუბნებით და galaktionis ხმის უცნობი ჩანაწერი თვითონაც არ იცოდნენ რომ ქონდათ ის აი რაღაცა თავის ოცნებაზე ლაპარაკობს და რა არის ახლა ეს ოცნება ეს ოცნება არის რომ ბათუმში დაარსდეს ზღვის პოეზიის და ხელოვნების დღეები ეს პირველად დაფუძნდა აქ და გამოიწვია აზრი რომ არსებობს საქართველოში ზღვის მოტივები ზღვის ლირიკა ზღვის პოეზია ამხრივ ეს ნაბიჯი გამოცხადებული დღეს აქ შეიძლება ქართული ლიტერატურის ისტორიულ მოვლენად ჩვენც ახლა ვიფიქრეთ კაცო რა დიდი პატივი იქნება რომ აუსრულოთ პოეტს ოცნება აი რასაც ხო აუსრულეთ ჩავატარეთ ეს შარშან უკვე საერთაშორისო ფესტივალიც იყო galaktion ტაბიძის სახელობის ფესტივალი ქართველები და ზღვა ეს მისივე დასათაურება მისი და ახლა წელსაც იქნება 17 ნოემბერს მისი დაბადების დღეს ხსნით უკვე შარშან ინგლისელები წელს ფრანგები აი ეს იყო ინტელექტუალი ეს ადამიანი ის საუბრობს საქართველოსთვის ზღვის მნიშვნელობა ისტორიული, სტრატეგიული, გეოგრაფიული, კულტურული შავი ზღვით შემოდის galaktionis აზრით რუსთაველი. და ამიტომ აღარ მიკვირს რუსთაველი იყო ბავშვი, იმიტომ იცის საიდან შემოვიდა. თავარი შემოდის. როცა galaktionმა თავი მოიგლა თბილისში, ლეჩხუმინადე. ის განმოხტობს იცი რა იყო მისი ფრაზა? ზღვა. ცხოვრების ინსპირაცია როგორ აი ამბობს კიდე სულ ეკითხებოდი როგორ წერო ამ ლექსს როგორ წერო ხარას პასუხობდა და ხარას და ნოდარ დუმბაძე სწორად მოусმენია ესეთი პასუხი მე ზღვა მიყვარს ძალიან ზღვა და მზე ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში ჩავიმარხები კისრამდე მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს ჯერ ბნელა მერე ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში დიდი უდიდესი ნათელი მზე მერე
ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი. ლამაზი თეთრი ანგელოსი ეშვება ჩემ ყურთან და მკარნახობს ლექსებს. ანგელოსი მკარნახობს. აბა მე საცალია ლექსების საწერად. ვახტანგ ჯავახაძის ამ წიგნში მე არა მაქვს თვითონ წაკითხული უბისწიგნაკი გალაქტიონის პირდაპირ ესე. 365 უბისწიგნაკია. ამბობს რომ ხშირად ხდებაო ფრაზა ორი გალაქტიონის შესახებ. ეს რა ფენომენია? აი ხა გეტყვით რა ფენომენია ეს ორი გალაქტიონი. გალაქტიონი რომელიც წერს რომ ვარ გენია რიმანელი და აბსოლუტურად დარწმუნებულია თავის გენიალობაში. ამ დროს, აი იმავე პერიოდში თავის ძმას პროკლე კაბიზეს, რომელიც მუშაობს ჭყვიშის 2 კლასიან სასწავლებელში, მასწავლებად იმას წერს, რომ შენმა მოწაფეებმა რამე თუ თქვეს ჩემზეა და რამე თუ დაწერეს, გამომიგზავნე რა. სულ ეპარება ეჭვი, ვიყურები ფანჯრიდან, იქ ვიღაცები დამცინიან გალაქტიონ, მართლა დასაცინი ვარ, მართლა არაობა ვარ. აი ორივე ერთად, ხო? და აი წუხილის მიზეზიო, რომ მეტი რა არის წუხილის მიზეზი, ხო? 1921 წელს ჩატარებულ კონკურსში მის ლექს პოეზია უპირველეს სკოლისა გაუმარჯვია და სწორედ მაშინ უწოდესო პოეტების მეფე. ამავე პერიოდში ის წერს ესეთ ლექს, რომელშიც ესეთი სტრიქონებია. უპირველესი მომანიჭეს დაფნა მეფეთა. იმ დღეს მოვიდა თეთრი თოვლი და მარტოობა. გავაღე კარი თეთრი თოვლის შემოეფეთა, დავხურე კარი მარტოობამ და ისადგურავ, ხო? და წერს გრიშაშვილი, რომ მას მეგობარი საერთოდ არ ყოლია მაგალითად. თვითონაც წერს უბისწიგნაკში, რომ მე ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, მაგრამ მათ არასდროს შეველებია. აი, ვინ იყო მისი ეს მეგობრები? აი ამ მეგობრებზე ჩემს მასწავლებელთან ბატონ ნოდარ-ტაბიძესთან მისაუბრია, რომ მის ჰორაციოსთან ფაქტობრივად. ესე გამოდის. ხო, რომ ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მით უმეტეს გალაქტიონის ცხოვრების რაღაც ლაბირინთები და მართლა არ ყოლია მეგობარი. ერთადერთიო მახსოვს მოდიოდა გიორგი ქუჩიშვილი მასთან. მიუხედავად რომ გალაქტიონს აქვს ასეთი ძაფრი სურვილი, რომ ყავდეს მეგობრები და ამას ადგენს ამის გეგმას, როგორ შეიძინოს მეგობრები და ესე ჩამოწერილი აქვს. საჭიროა შევიძინო მეგობრები. ამისთვის საჭიროა და რა ყოფილა საჭირო? გაითვალისწინეთ. რა ყოფილა საჭირო? რომ როდესაც შემხდება ნაცნობი, მას თავაზიანად მივესალმო. არავის არ უთხრა უხეშა სიტყვა, არავის ცუდად არ მოვექცე, ვიყო გულისხმიერი და ეს რაღაც ძელი სია, რასაც უნდა რომ მიაღწიოს, რომ შეხვედროდა თქვენ ქუჩაში მაგალითად გალაქტიონი. აი აუცილებლად ჩაწერდა, რომ აი შემხვდა ესა და ეს ადამიანი, რომც არაფერი არ გეთქვათ, ხო? მომესალმა აი ეს კარგი ადამიანი ჩანს, კარგი ახალგაზრდა ჩანს. აი განწყობილი იყო ადამიანების მიმართ. და მაშინ აი ფაქტობრივად მეგობარი არ ხარდა, ხო? რა თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი? აი თქვენი აზრით, ის ვერ უგებდა სხვებს თუ სხვები ვერ უგებდნენ მას, აი მაინც მას ჰქონდა სამყარო. აი ხა მითხარით ბევრი მეგობარი საჭირო ადამიანისთვის? მე ვთვლი რომ არა, მაგრამ მეგობარი საჭიროა. მეგობარი საჭიროა, მაგრამ აი მაგას ის სამყარო იყო მისი მეგობარი და არ ვიცი ახლა მას მეგობრობა შეეძლო არა მარტო ცოცხლებთან, გარდაცვლილებთან, ხო? ბავშვი ახსოვდა შოთა რუსთაველი. გალაქტიონ ტაბიძის უბისწიგნაკიდან. არსად გზნობ ისე ობლად და მარტო თავს, როგორც ხვებთან. აშკარად გზნობ ჩემი სულის ობლობას, ჩემს უთვისტომობას, მარტოობას. მე დღეს შესაძლებელია 200 ადამიანი ვნახო და დაველაპარაკო.
შეიძლება გული გაუხსნა კიდეც წუთის გავლენის ქვეშ და მაინც მარტო ვარ. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ჩუმად, უსიტყვოდ. არავის არ ესმის მათი მწუხარება, რადგან ისინი არავის არ უზიარებენ თავიანთ ფიქრებს. მე მიყვარს ასეთი მწუხარება. სიტყვით ნათქვამი, ყველასთვის გასაგები მწუხარება ყალბიცაა და დამახინჯებულიც. 1912 წელი. თქვენ ახსენეთ პროკლე, მისი ძმა რა? მის წერილებში ხშირად ჩანს, რომ გალაქტიონის ოჯახის წევრებთანაც უჭირდა ურთიერთობა. დიახ. ხო. პროკლე იყო ეს პიროვნება, რომელიც უაღრესად ერთგული იყო გალაქტიონის, უერთგულესი ადამიანი და ამავე დროს ის ადამიანი, რომელსაც არაფერი არ ესმის მისი. პარალელურად, აი ოჯახის წევრებს რამდენია, ხო, უყვარს, მაგრამ არ ესმის. დედას უყვარს, მაგრამ არ ესმის. ახლა ის წერილები ხო, გატუნია, აბა გატუნია, როდის ჩამოხვალ და არაღი გამოვხადოთ. ხო, აი რაღაცნაირად ის სახლი გადასახურავია. ის ახლა გალაქტიონს წერენ, რომ აბაო როგორმეო, იშოვეო, აი ესე პირდაპირ კრამიტი, 2 ბოჩკა ცემენტი. მაქო გალაქტიონს და ჩამოგვიტანო, ამიტომ გალაქტიონი აი ეს პერიოდი არტისტული ყვავილებს რო გამოსცემს რა. ხო და რა ქნას იმანასო და აი ეს ძალიან წუხს მისი ძმარდო, მისი პროფესიული კარიერის პიკი, მისი ძმის და მისი დედის აი თავდაპირველად ასე იყო, რომ აზრით არის, რომ აი ჭყვიშის ეგებ მოეწყოს ჭყვიშის სკოლაში მასწავლებლად გალაქტიონი. და დაანებე ის დედაწერს იმ სხვა ქაღალდების კითხვას, თავი დაანებე საქმეს მიხედე და სულ ეს წუხს ეს წერს უამრავი წერილია ძმის და აბა შენიც აბა ჭკუას მოუხმე სმას თავი დაანებე ეს აბა პასუხს რატომ არ გწერ შენ რა ამისთანო ქვა გულის პატრონი მე ჩააკითხა თბილისში ძმამ რომ აი რო აღარ არის პასუხი და მივიდა იქ მარჯანიშვილზე და იქ წერილია დატოვებული გალაქტიონის არქივში შენახულია ეს წერილი ძმა წერს ეს რა ვნახე გალაქტიონ მოვედი და აღწერს როგორ ეგდო ქუჩაში იქ ამ თვრალი გალაქტიონი მე მან და ვიღაც რუსის ქალმა როგორ აიყვანეს სახლში ჯიბეში რომ მოუჩხრიკა გაუღეს რომ გონზე არ არის გალაქტიონი თავს გჭრი ყველას სიტყვებს მიმართავს რომ აი რას ხარ რას წარმოადგენ შენ აი გაბრაზებული ვარ იცოდე და ბოლოს მიაწეს მეტყობა მაინც გული მოულვა გალაქტიონ ახლა მე ის გაგიწმინდე პიჯაკი ჯიბეები ამოგიკერე ხო და იცი რა არის თუ შენ დაანებებ ამ სმას თავს მაღარიჩი ჩემზე იყოს ერთ შარვალ კოსტუმს გიყიდიო. სხვათა შორის მე იმდენად განიცდიდა ამას რომ იმასაც ცოლსაც მიწერა რომ ისო ერთადერთიაო ცოლს მიწერა ოლეო კუჯაოს და მას ჩვეულებრივი საზომით არ უნდა მიუდგეს დაო ოლეო. აი ესეთ ხო. აი ოლღა ოკუჯავა ახსენეთ კიდე ერთხელ. აი ოლღა ოკუჯავა რა როლი ითამაშა მან ამ თვითონ გალაქტიონის აზრით ატომიან ცხოვრებაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს როლი ამ ტრაგედიაში. კი ბატონო, აი ოლეო კუჯავა ითვლება, ახლა თუ არის რეალური და ირეალური ქალები გალაქტიონის შემოქმედებაში, ხო ირეალური მერი მაგალითად. ეს იყო რეალური ქალი, რომელიც უყვარდა სხვათა შორის და პირველი ნაბიჯი გადადგა ოლამ მისი გაცნობის და დაახლოების უყვარდა ოლა ერთად წავიდნენ ის სარეჟისორო ერთად დაამთავრეს ხოდა შორის და მაგრამ ეს ქალი მიუხედავად ისა რომ მართლა იცოდა გალაქტიონის ფასი და მის ტრიქონებზე აბოდებდა იყო აი თავისი ფსიქიკით თავისი შინაგანი მოთხოვნილებით პარტიული ქალი და იმ რაღაცა
კონფერენციები, შეხვედრები. პარასკევობები, შაბათობები რაღაცა და მაგრამ ამას გალაქტიონი ისე კარგად ფუთავს ამ ყველაფერს და მაინც განიცდის მის ამბავს და ძალიან განიცადა მისი დაპატიმრებაც და იცით რა გალაქტიონს რაც შეძლო გააკეთა ჯერთი ფულს უგზავნიდა გამუდმებით გადასახლებაში გარდა ამისა სხვები რომ წერდნენ ბერიას სტალინს წერილებს რა შედეგი იყო არანაირი ხო აი ბოლო წერილებში აი როცა ბოლო ცოლზეა ლაპარაკი და ძალიან შეწუხებულია არ მინდა ხა დეტალიზაცია ხო დეტალიზაცია მის შესახებ სადახარ ჩემო ოლია სადახარ მისტირის იმას ახლა ის ქალიც წარმომიდგენია ის ქალბატონი ნინო თვის არ იქნებოდა ადვილი ამის გალაქტიონი და ნინო კვირიკაძის უფროსი ძმა იყვნენ ერთ კლასში გიმნაზიაში ერთხელ სოფელ ბაღდადში დაპატიჟა ნინოს ძმამ გალაქტიონის სტუმრად და იქ პირველად დაინახა ნინო კვირიკაძე გალაქტიონმა და ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო საერთოდ და რაღაცა სიმპათიით რა თქმა უნდა განეწყო. გავიდა რაღაც პერიოდი და ნინო საქველმოქმედო სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას და გალაქტიონმა შუა სპექტაკლის დროს ზემოდან ჩამოყარა ძალიან ბევრი წითელი ვარდები და ფაქტიურად სპექტაკლი ჩაეშალა. გავიდა დრო, ნინო ჩამოვიდა თბილისში, ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე უნივერსიტეტში, დაამთავრა და გათხოვდა. გაყვა ცოლად სამხედრო პირს, რომელსაც ძალიან დიდი ჩინი ჰქონდა და მასთან ყავდა ქორწინებაში ორი შვილი, ნუნუ და დავითი. 37 წელს დააპატიმრეს ნინოს მეუღლე და ძალიან მალე დახვრიტეს. ნინო მუშაობდა ადვოკატად და ომის პერიოდში ავალებდნენ ხალხს, რომ ყოფილიყვნენ, ვინც მუშაობდა ემორიგევად სხვადასხვა ადგილებში და ნინო იყო მორიგე ეხლანდელ ვერის პარკში. და შემთხვევით, როდესაც მისეირნობდა, დაინახა გალაქტიონი და შალვა დადიანი მოდიოდნენ საპირისპირო მიმართულებით და რა თქმა უნდა იცნეს ერთმანეთი, გამოემცნაურენ ერთმანეთს და აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, სასიყვარულო. გადავიდნენ მერე მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებლად და იქ დაიდეს ბინა. შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, იმიტომ რომ ძალიან განათლებული ქალბატონი გახდათ ნინო კვირიკაძე, ძალიან ბევრი საერთო ჰქონდათ და ძალიან კარგი ურთიერთობა. პატარა რომ ვიყავი, ძალიან მანებივრები და იმ მხრივ, რომ უკეთესი ურთიერთობა, უკეთესი ბაბუა, მე არ ვიცი, ხა ვერ წარმომიდგენია. რა უნდა მეთხოვა, რომ არა ესრულებინა ჩემთვის. ხანდახან მქონდა უძილო ღამეები და ესე იგი, რაში გამოიხატებოდა, ბებო იჯდა და უკითხავდა აკაკიზე, აკაკი უყვარდა ძალიან. აკაკის ვეფხისტყაოსანს რა ვიცი, ბლოგს ესე, რასაც მოინდომებდა, შეიძლებოდა 3-4 საათი ეკითხა მას. 1953 წელს თებერვალში ისინი დაქორწინდნენ ოფიციალურად. და ნინო კვირიკაძე გახდა ნინო ტაბიძე.
ბებიას და გალაქტიონის ურთიერთობაზე აი რა მინდა გითხრათ, იცი რომ ხმამაღალი შელაპარაკებას კი არასდროს არ ქონია, იმიტომ რომ არ ქონია ბებოს არაჩვეულებრივი ხასიათი ქონდა და გალაქტიონი იყო ბუნებით უინტელიგენტესი ადამიანი, რბილი, თბილი, სახლში იყო, არ ვიცი, მე არ მახსოვს, აი არ მახსოვს ან ერთის, ან მეორეს, ესე იგი რაღაცა შელაპარაკებას კი, აი რა გითხრათ ახლა. დედა იყო ძალიან კარგი სპორტსმენი, დედაჩემი, კალათბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების წევრი იყო, სპორტის ოსტატი და ამით ძალიან ამაყობდა გალაქტიონი და დედას შვილობილი ხარ შენ ჩემი, არავითარი გერი არ ახარ და ასევე ბიძაჩემზეც ასევე ამბობდა. რა ვიცი რა გითხრათ, აი ყველაფერი კარგი მახსენდება და რომ აღარ იყო უკვე ერთი თვის განმავლობაში მეღვიძებოდა და საშიმად ვიტანჯებოდი, ვტიროდი და ეს ძალიან განვიცადე, იმიტომ რომ ძალიან ესე იგი მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა ჩემთან და ყველასთან, მაგრამ ჩემთან განსაკუთრებით. ნინოს აზრი მაინტერესებს ცისფერყანწელების და გალაქტიონის არ ყოფნა. ცისფერყანწელების და გალაქტიონის. აქ უბრალო მიზეზია ის, რომ გალაქტიონს არ შეეძლო რაღაცა ეთქე რომ მეგობრები ახსენდა, რაღაცა დაჯგუფებაში მიხვდეს რომ თავიდანვე ქონდა მას ურთიერთობა და მოსწონდა და მე მოხდა მათ შორის განხეთქილება ძალიან მწარე სიტყვები უწერიათ იმათაც ამათაც ძალიან მწარე ამას კიდე უფრო მწარე ვიდრე ეს ტექსტი ხო რაზდები და ასე შემდეგ პაულოიაშვილმა როდესაც იქ წერალთა სახლი ჩააბარეს მოიწვია გალაქტიონი ბინას კი გაუკეთა იქ ასე რომ არ დაწვრილმანებულა პაოლოა ამ კონფლიქტის გამო არანაირად. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაცა მათგან სიცივეს გრძნობდა. ახლა უწერია, რომ აი ტიციან ტაბიძემ, რომელმაც მას უწოდა მარტოობის ორდენის კავალერი, ხო? ესე იგი იცოდა მისი ფასი, ხო? აი გალას უწერი, არ ვიცი, ეჩვენებოდა თუ ასე იყო, რომ აი ტიციანმა ჩაიარა და ზურგი მომაქცია, არ მომესალმა. ესე ამას ტკინეულად განიცდიდა. 1914 წლის 29 მაისს აკაკი წერეთელს და დავით კლდიაშვილს ქუთაისში ფოტო გადაუღიათ სხვა მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად. მასზე გამოსახული არიან ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპიძე, იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე, გალაქტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, მარგიანი, გელა ბარნაბა გელაზონია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, იაკინთე ცინცაძე, ნემო, მიხეილ ჯანოევი, თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, ცვარნამი, ლელი ჯაფარიძე. დიდი ხნის შემდეგ 1957 წელს ეს სურათი ხელში ჩავარდნია გალაქტიონ ტაბიძეს და საინტერესო მოგონებები და შენიშვნები დაუწერია. ია ეკალაძე მაინც თავისებურია ამ ფოტოში. ხელი შუბლზე ნიშნავს ერთგვარ თავისებურებას მისას. მაინც ვფიქრობ კაცი. ია ეკალაძე მარჯვენა ხელით დაყრდნობია ილია ბახტაძეს, რაღაც ნდობით, რაღაც სიახლოვის ნიშნით. მაშინ, როდესაც ისინი სრულიად ახლოს არ სდგანან ერთმანეთთან არც განცდით, არც ხელოვნებით, არც წლოვანებით, სრულიად არაფრით. ია ეკალაძე ნაციონალისტია, ილია ბახტაძე სოციალ-დემოკრატი. ია ეკალაძისთვის მაშ სულ ერთია ყველაფერი, ოღონდ ჩამოეყრდნო სიდაყვით მხარს. ნემო, აი მართლაც რომ კოხტად გამოიყურება სწორედ ისეთი პოზით, როგორც სცენაზეა. დაურიდებლად, ამაყად გამოიყურება. საცаарამე მონოლოგს უსათუოდ სახუმაროს წარმოსთქვამს. რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი, სამი უმციკლო პიროვნება, ფოტოგრაფო, მე შეშემოყურებ, ამბობს აკაკი სვანი.
ხონის პროლეტარიატი იწვევს ჩაებას ბრძოლაში, ამბობს ილია ბახტაძე. სოციალისტების არამჯერ არა, ამბობს ია ეკალაძე. დოვუსტვინო, გრიალებს ნემო. თხზულებანი ბატონებო, თხზულებანი, რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე. რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია? რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია? რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე? რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე? ვარლამ რუხაძე? ვეშაპიძე? ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა? 10 წლის განმავლობაში ის ხელს აწერდა ტიტე დაბიძე, ტაბიძე, ტიტია. ვარლამ რუხაძის პოზა ისეთივია, რაც მას ახასიათებდა. აკაკი წერეთელს დაინახავდა თუ არა, მის გვერდით უნდა მოხვედრილიყო უსათუოდ. ისე როგორ შეიძლებოდა? მაინც რა კარგადაა გამოსული დავით კლდიაშვილი. ეს პატარა კაცი აკაკის გვერდით მშვენივრად ასჩანს. ყველა ჩემს გარდა საკმარისზე უზრუნველყოფილი იყო. მე კი იმ დღეს მახსოვს, სადილის ფულიც კი არ მქონდა. ყველას პატივს ავცემდი, მაგრამ არც ერთ მათგანთან დაახლოვებული არ ყოფილვარ, რომ გულახდილად მეთქვა ყველაფერი. პირიქით, თავს ლორდივით ვიჭერდი. გონი როგორც მახსოვს, საბრალო ტიციანიც ამ მდგომარეობაში იყო. თავს კი ისე იჭერდა. ეს ფოტო შთამომავლობას ფოტოგრაფმა ნიკოლოზ საღარაძემ შემოუნახა. და კვლავ ვახტანგ ჯავახაძეს უნდა დავესწროს ხო? უცნობიდან წინვალი წიგნიდან. სხვა ხმები ჩაესმოდა გალაქტიონზე წერს და მერე მოდის გალაქტიონის უბის წიგნიდან ჩანაწერი. ყურებში ხმაურობა მესმოდა შუმანი, ბეთჰოვენი, ჭიანური, როიალი. სულ ერთად იყვნენ არეული. ხან კი თითქო კოღო დამწიოდა ყურთან, როდესაც ყოველივე ეს უთხარი ექიმ პონდოევს. მან თვალები ფართოდ გააღო გაოცებისგან მის სახეზე წავიკითხა შეშლილა უსაწყალი გალაქტიონი. რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის ეს დიაგნოზი? ექიმი პონდოევის გვარი გაიელვებს იმ ჩანაწერებში, არა გალაქტიონის ჩანაწერებში, არ ვამბობ, ჩანაწერებში, როცა მოიწვიეს ექსპერტები და შედგა გალაქტიონის დაღუპვის საქმე, გალაქტიონის საქმე, რასაც ქვია და იქ არის დაკითხვის ოქმები და იქ ზუსტად ის შევიდა ექიმი პონდოევის ოთახში, როდესაც წასული იყო პონდოევი უკვე საღამო ხანს და აი იმ ოთახიდან ფანჯარასთან მიიტანა სკამი და იქიდან გადახვდა. ეს პონდოევი რაღაცნაირად ჩემს ყურს რაღაცნაირად ხდება სხვანაირად. იქამდე იმ დღეს ხდება რაღაცნაირად ესეთი ჩვეულებრივი ამბები, დილით მიდის გალაქტიონის ავადმყოფოში დასაწოლას, ზუსტად იმ დილით და ეს ერთი ღამეც არ გასულა. იმავე დღეს მოხდა ეს ამბავი, თავის ძმისშვილთან, ნოდარ ტაბიძესთან ერთად და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არ ფიქრობს თვითმკვლელობაზე, რადგან გალაქტიონი თავის ძმისშვილს უბარებს უამრავ საქმეს. წავიდეს იმ გამომცემლობაში, მოუტანოს ამონაბეჭდი, რომ მან აქ წაიკითხოს საავადმყოფოში, რომ დრო არ დაიკარგოს და არაფერი ბარიერად არ კონდეს მის წიგნის გამოცემას და ამაზე ამ შევა. არაპირებს, თავის მოკლას ნამდვილად არაპირებს. შემდეგ ის აყავთ პალატაში. პალატაში არის 3 ავადმყოფი თუ 2 ზუსტად აღარ მახსოვს და პალატა პატარა იმ ავადმყოფებს კიდევ თავდგმურები დგომები ადგანან თავს და შეაქვთ იმ ოთახში გასაშლელი საწოლი დამატებით რომ და აი იმ თავდგომებმა გამოხატეს უკმაყოფილება ისედაც ვიწრო ვარ ეს ესმის გალაქტიონს არც შესულა იმ ოთახში მერე და გამოდის იმ ოთახიდან და დადის დერეფანში წინ და უკან. ამ დროს დაინახავს მწერალთა დელეგაციას, რომ მოსულნი არიან შალვა დადიანის დაკრძალვასთან დაკავშირებით და ამ დელეგაციაში არის
მაგალითად კონსტანტინე გამსახურდია. ის თითქოს გაეშურება, აი მეგობრები რატო არ ყავდა რომ მკითხე. გაეშურება, რომ უნდა რომ მიესალმოს და რაღაცნაირად მათგან სიცივეს იგრძნობს და სხვათა შორის შემდეგ კონსტანტინე გამსახურდია წერს როგორ შეხვდა თვითმკვლელობის დღეს გალაქტიონი მას საავადმყოფოში და ასეთ დასკვნა სავით ბოლოს წერიცი რომ მე ჩემი ცხოვრების მანძილზე სანამ ცოცხალი ვარ ვერ ვაპატიებ თავს რომ კარგად არ შევხვდი მაშინო გალაქტიონის მიეჩქარებოდა სადღაც და არ მელაპარაკოსო დიდხანსო და ესეც განიცარდა გარდა ამისა ეს დადის სართულებზე წინ და უკან გალაქტიონი და არის რომელიც შეხვდება ვიღაც ერთთან როგორ ბრძანდებით ბატონო გალო პასუხი კარგად დიდი მადლობა კარგად ვიღაცა შეხვდება პერსონალი როგორ ბრძანდებით რამე ხომ არ ჭირდება არაფერი მადლობთ არაფერი არ მჭირდება შეხვდა ექიმი ფალავანდიშვილი აბა ბატონო გალაქტიონ აბა თუ რამე გინდოდეს მითხარდა არაფერი მადლობ ყველას კმაყოფილი ვარ კარგად ვარ აი ასე არ ვიცი ეს რა არავითარ პრეტენზიას არ აცხადებს და რომ მოსაღამონდება და ყველა ეს პერსონალი რომ მიდის სახლში მე უკვე აია შედის პონტოევის კაბინეტში და იქიდან ვარდება და მე გახწერილია როგორ ნახეს ეს მეოთხე სართულიდან გადმოვარდილი კაცი მე რომ მოვიდა ეს სამედიცინო ექსპერტი და ეს სამედიცინო აი გულის მომკვლელი ტერმინოლოგია იქ რაღაც სამედიცინო რომ ასე ის დამტრეული ის შალეწილი ის სული იქამდე არც დაყოლია და ის ექიმის დასკვნა რაზეც გითხარით ერთადერთი ჩემთვის საინტერესო ეს იყო რომ ეს მოტეხილობები და ტრამვული შოკი და სიკვდილი გამოწვეულია სიმაღლიდან ვარდნით ის მოდიოდა ქუჩაში ერთი. მას მიყვებოდა წვიმა და კარი. მისთვის სიმწამში არ იყო ღმერთი. მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი. როგორ საიდან არ იცის თვითონ. ის უცნობ ხიდზე დგას. სხვა ხიდი. ძიმია ტვირთი. მას სხვებმა სიტონ. ის ახლა გახდა წყნარი. და შვიდი. რამდენად შეიძლება ამას თვითმკვლელობა ეწოდოს საერთოდ? აი ამაზეც ჩემს მასწავლებელთან ბატონ ნოდართან ვისაუბრია და ბატონ ნოდარი არ უწოდებს ამას თვითმკვლელობას. მოთხრა აბა რას უწოდებთ მკვლელობას მეთქი? ეს ვინმე ხელი კრა და არა, გალაქტიონს აი სმის გამო ქონდაო ცოტაო ეს ლაბილური ფსიქიკა და აი მაშინ იმ წუთში გადაეფარაო ბინდიო, იმიტომ რომ არაპირებდა მოკლას, თავის მოკლასო ეს ყველანაირად ზუსტდებაო იმ დღესო. და აი რაღაცა ბინდი გადაეკრა და იმ წუთში მან გადაწყვიტა რომ მიფრინავს, ხო, სხვა ხო და აი იგონებენ რომ გასვენების წინ აღმოაჩინეს რომ ლანჩ გახრეტილი ფეხსაცმელებით გალაქტიონს თურმე და იქვე ერთი საბავშვო ეს ყოფილა წერალი კუკური გოგიაშვილი რომელსაც ჩამოუგლეჯია ოპერისგან ნათხოვარი ძვირფასი ხალვერდის ფარდა ვალუტაზე ნაყიდი და შემოუხვევია მისთვის ფეხებზე და ასევე დაუსაფლავებია და მე ერთი ამბავი ამტყდარა რომ ეს ფარდა უსიტყოდა უკან ოპერა არ საოცარი ამბავი იყო რომ ესე იგი განცხადებაზე წერდა ოპერა რომ თქვენ ითხოვეთ ფარდა რომელიც იცოდათ რომ ჩაატანეს საფლავში და პირდაპირ თხოვლობდნენ პოეტის საფლავის ხელყოფას რომ ის ფარდა თან ასე წევ ვალუტაზე ნაყიდი ფარდა სპექტაკლისთვის მშვიდობა ასე ხო და აი აქედან გამომდინარე მაგ კითხვა ხო რა არის აი გასაგებია მას მტრებით წავდა მოშურნეებით ვიღაცა თქვა ვერ გზნობდა მის იდეადეს ვიღაცა გზნობდა და იმიტომაც დრობდა ხო მაგრამ ამის გვერდით აი თქვით ამის შესახებაც რომ ლენინის ორდენი მიანიჭეს აკადემიკოსი გახდა
23,000-ზე მეტ შემოქმედებით საღამოში მიიღო მაგას. წერილთა კავშირი. 15,000 ლექსი დაწერა, 8 ტომი გამოიცა, ხო? კი ბატონო. შესაბამისად განაზღაურება მას ამ მხრივ ჰქონდა. ხო, წყნეთში სახლი, იქ ჯანმრთელობის კომისარიატი ასვენებდა თვათელი სეზონი, პერსონალური პენსია ჰქონდა. ამის მიუხედავად სულ წერს თავის წერილებში უკიდურეს გაჭირვებას. არის უკიდურეს გაჭირვება. ხო, აი ამათ რით იხსნით? ხო, ესე იგი მან საერთოდ არ იცოდა ეს ფულთან, აი მაგალითად მიდიოდა არაერთი ადამიანის თხოვდა და იქ უწერია რომ არ დამავიწყდეს იმის თხოვნის შესრულება, მაგრამ ვიღაცა უნდა მოაწყოს რაღაც მეტალურგიურ ქარხანა, ვიღაცა სადღაც, ვიღაცა რაღაცა უნდა ციხიდან უგზავნიან ამ ყველაფერზე თითქოს მიწერამ და წუხდა ეს ადამიანი თან არ დამავიწყდესო. მე სთხოვენ გამუდმებით ფულს, ნაცნობები და უცნობები. და აი მაგათაც უცნობი წერს რომ ბატონო გალაქტიონი ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობ, მაგრამ ვინ უნდა დამეხმაროს თუ არა მგოსანი. ხო და აი ამას ამდენი მინდა ფული და მე სადღაც უწერია რომ აი ეს ეხლა თხოვლობს ლიტფონდიდან ფულს და რომ ამათ ყველას ჩამოურიგოს და ანაწილებს ამათ. არ ვიცი, ერთი მაგალითად პირდაპირ ეუბნება რომ მოვედი არ დამხვდით ბატონო გალაქტიონ სახლში, მაგრამ მე პატარა კაცი დიდ კაცთან მოვედი, მაგრამ დიდი კაცის თვისებაა, რომ დიდმა კაცმაც უნდა პატარა კაცის ამბავი გაიგოს და მისამართს უტოვებს მობრძანდითო და აქეთ მომდანი მომზა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ესე ჩამოწერილი, რა უნდა იყიდოს, იქ ჩამოწერილი იქ ჭიკარტის ეს რაღაცები ჩამოწერილი და ეხლა ყოველ დღე უნდა ვხარჯო ამაზე მეტი არ შეიძლება და იმ დღეს დაუხარჯია 9 მანეთით მეტი და ეს ჩემს ბიუჯეტს საერთოდ თავდაყირა აყენებსო და გარდა ამისა სახლს რო ალაგებს და ამას რო წერს. გადავრეცხე აივანი, გავფერთხე ხალიჩები, იქ ტილოები, დავკემსე 24 წინდა. ხო და ვიცი ახლა 24 წინდა ცაკ-ცაკე დავალაგე წვილ-წვილად დააწვილა თან, არ ვიცი 24 ცალი იყო, 24 წვილი იყო და აი ყველაფერს ასე აღწერდა. აი უკიდურესი გაჭირვებული ადამიანის ყოფა არის ეს, რაც იქ აღიწერება და არ ვიცი, ეთყობა ახლა იქ ვიღაცა წერს რომ მოვიდაო გალაქტიონიო და რომ გაიგო ვიღაცა პოეტი არც გამიგია ვიღაცა ახალგაზრდა პოეტის ისო ავათარიო და აი ფული მას მოახმარეთო მიუწია ეს არ იყო რაღაცა ფულის თლელი კაცი აი პატარა ერშიო წერილად თავის გაწერებას ნიშნავს რომ უწერია თვითონ დროში ხო? ნუ თამამად შეგვიძლია ვთქვა რომ სოფლიო პრინციპში გალაქტიონს არ იცნობს. არ იცნობს. მაგრამ თქვა მოხდა სასწაული და გაიცნო. თქვენი აზრით რით გააკვირვებდა ის თქვა სხვა ენაზე მოსაუბრე, უცხო ენებზე მოსაუბრე ადამიანებს მისტუმრებს მისი სამყაროს. გალაქტიონი რო იყოს ახლა ფრანგი პოეტი, მთელ კაცობრიობას ეცოდინებოდა, მაგრამ ჯერ ერთი გალაქტიონი არის უთარგმნელი. შეუძლებელია ამის თარგმნა. ახლა ბროდსკის აქვს რაღაცა მოგონება შეიძლება 13 წლის ხარდაშენი ტყვია ჭაღარა გულის ზმანება ავით ჩაწყვეთ რიგში 13 ტყვია 13 ჯერ უნდა მოიკლა თავი. ხო ჩვეულებრივი სტრიქონები, აი მოვკვდიო, აი ერთი კვირა შევალია ვერ თარგმნა ესაო. პასტერნაკს რო ეთარგმნა, შეიძლება და კარგი ყოფილიყო, მაგრამ პასტერნაკს არ მისცეს გალაქტიონის სათარგმნად, ხო? ისე პოეზიაში თარგმნებიო მეტოქე არისო, ხო? ნათქვამი, ახალი ლექსია დასაწერი. ხო, არა, რა თქმა უნდა, რაღაცა ჯერეთი ახლა პასტერნაკი არ ვიცი რა სინა, პასტერნაკს აძლევდნენ აი ეს როგორც თვითონ უწოდება პასტროჩნიკებს, რო? ხო, იმის მიხედვით. ხო, და წყარედებს და არ ვიცი ახლა რანაირ წყარედს მიაწვდიდნენ. ახლა გალაქტიონი რო ეთარგმნა, ქართულიც კარგად უნდა ეცოდნოდა, ხო ადამიანს. წყარედში როგორ უნდა გამოხატო ის რაც გალაქტიონს უწერია საერთოდ. წყარედში შინაარსია, ხო? წყარედ. როგორ უნდა გამოხატო? მუსიკა. ხო, აი მუსიკა როგორ უნდა გამოხატო? ასე რომ ამიტომ ეს საჩუქრად თქვენ
ჯერ მიმოგიჯახუნებთ. მივაჯახუნოთ. საჭიროა თქვენ რომ გაგაცნოთ აუცილებლად რამ შენი ძალამაზია თან და სამახსოვროდ. დიდი მადლობა ნინო ხოპერიას მადლობა თქვენ რომ ამ მიდუმალ ლაბირინთებში ჩვენი გზამკვლევებისთვის. ზღვისკენ წაგვიყვანა და დროზე გაგვაჩერა. დიდი მადლობა. ჩამოგზანდით ნოემბრის 17-ს ბათუმში. აი ძალიან კარგია ეგ. ესე იგი 17-ში გაიხსნება 17, 18, 19, 20 4 დღიანი ფესტივალია ზღვა და ქართველები. მადლობა. სხვადასხვა ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძალიან შესაფერისია გალაქტიონის ორ სიტყვიანი სიტყვათა შეთანხმება თუ სამ სიტყვიანი გალაქტიონის ავტოპორტრეტია ჩემი აზრით ეს თქვენი გადაცემისთვის სული შეშლილი და ბედნიერი. აჰა, აი. მაყურებელსაც დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი ინტერესით იყო ჩართული და არ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრას. შევხვდებით კვლავ შეშლის სამყაროში.